კაცმა, რომელმაც ტრამპის მოკვლას სცადა, სავარაუდოდ მანიფესტი დაწერა და ოჯახს გაუგზავნა თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშმის დროს მომხდარ სროლამდე. და ეხლა გამოძიება კიდევ უფრო სერიოზულ ეჭვზე მიუთითებს. დონალდ ტრამპზე თავდასხმა შესაძლოა წინასწარ იყო დაგეგმილი. ეჭვმიტანილის საკუთარ სახლში აღმოჩენილი ნიშნებით და ცნობებით, რომ საქმეში შესაძლოა მისი და იყო ჩართული. ამ ყველაფერს მალე მოგიყვები, მაგრამ ეხლა გირჩევ, გამოიწერო არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო. ინფორმაცია რეალურ დროში, უმაღლესი ჟურნალისტური ხარისხით და სანდოობის სტანდარტით. Milson Always News. საქმე აქტუალური გახდა ამ კვირას, 2026 წლის 26 აპრილს, მას შემდეგ რაც ამერიკელმა ხელისუფლებამ 21 წლის 11 წლის კოულ ალენი ეჭვმიტანილად დაასახელა სროლის მოწყობაში. ვაშინგტონის ჰილტონში, ვაშინგტონში თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშმის დროს მთავარი ეჭვია, რომ ალენი იქ შემთხვევით არ შესულა. ის კალიფორნიიდან ამერიკის დედაქალაქში უკვე ჩამოყალიბებული იდეით ჩავიდა. ქონდა მკაფიო პოლიტიკური სამიზნე და მანიფესტი, რომელიც მოქმედებამდე ოჯახის წევრებს გაუგზავნა. Fox News-ისა და CBS News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ალენის ძმამ ხელისუფლება გააფრთხილა მას შემდეგ, რაც სავარაუდო მანიფესტი მიიღო. ეს გამოძიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. დოკუმენტი ოჯახის წევრებისთვის შეტევის წინ ცოტა ხნით ადრე გაიგზავნა და მასში ეჭვმიტანილმა მიუთითა, რომ მიზანში ჰქონდა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ბრძანების შესრულებით. ნიშნულოვნების გარდა ყველაზე მაღალი თანამდებობიდან ყველაზე დაბალამდე, ალენის წინააღმდეგ წონადი მტკიცებულება მარტივი და მკაცრია. ის ტორანსიდან, ლოს-ანჯელესის რეგიონიდან გამოვიდა, ამერიკის ტერიტორია მატარებლით გადაკვეთა, ჩიკაგოში გაიარა და ვაშინგტონში ჩავიდა, რათა გეგმა განეხორციელებინა. Fox News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აგენტები კალიფორნიაში ეჭვმიტანილთან დაკავშირებულ სახლში მივიდნენ, საცხოვრებელი კამერების ჩანაწერები მოძებნეს და მეზობლებთან ისაუბრეს. სანამ ტერორისტის თითოეულ ნაბიჯს თავდასხმამდე აღადგენდნენ, ეხლა ოჯახი მთავარ ფიგურად ჩნდება. საჯაროდ დადასტურებული არ არის, რომ და გეგმაში მონაწილეობდა, მაგრამ ის უკვე გამოძიების ყურადღების ცენტრში მოექცა. Fox News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაამუფლებამოსილ პირებს ესაუბრა და განაცხადა, რომ ალენი ხშირად აკეთებდა კომენტარებს არსებული პრობლემების გამოსწორების აუცილებლობაზე. ეს განცხადება და ეგრეთ წოდებული მანიფესტი გამომძიებლებს ეხმარება, რომ საქმე განიხილონ შემთხვევად, რომელიც შესაძლოა რადიკალიზაციით იყო წახალისებული. პოლიტიკური უკმაყოფილება და პირადი მისიის დამახინჯებული ხედვა. ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ თავად ოჯახურ გარემოსაც კი ჰქონდა მიღებული ნიშნები მცდელობამდე. ძმამ პოლიცია მას შემდეგ გამოიძახა, რაც მანიფესტის შინაარსი ნახა, ხოლო დამმა უცნაური განცხადებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მშობლებმაც გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ითანამშრომლეს გამომძიებლებთან. ეს აყენებს მნიშვნელოვან კითხვას: ვინ რა იცოდა, როდის გაიგო და რატომ იყო განგაში? საკმარისი იყო, რომ ეჭვმიტანილი ღონისძიებაზე არ მისულიყო. ალენი ხელისუფლების მიერ აღწერილია როგორც ტექნიკური განათლების მქონე და გამოცდილების მქონე მამაკაცი. ის დაკავშირებული იყო განათლებასთან, სწავლობდა მექანიკურ ინჟინერიას კალტექში, ჰქონდა კავშირი ტექნოლოგიებთან და მუშაობდა სტუდენტებთანაც. ამერიკულ ახალ ამბებში ეს კონტრასტი ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელ საკითხად იქცა. როგორ შეიძლებოდა ადამიანს, რომელსაც ჰქონდა რეზიუმე, ოჯახი და როგორც ჩანს ჩვეულებრივი ცხოვრება, მიეღწია იმ წერტილამდე, რომ პრეზიდენტის ღონისძიებაზე თავდასხმა ეცადა. პასუხი ნელ-ნელა იწყებს გამოჩენას. ეს არის რადიკალიზაცია, არა წამიერი აფეთქება, არამედ გზა, რომელიც შედგება იდეებისგან, იზოლაციისგან, აღშფოთებისა და დაგეგვისგან. მანიფესტი ყველაზე მბრძნობიარე ელემენტად იქცა. CBS News-ის მიხედვით, ალენმა დაწერა, რომ სასტუმროს თანამშრომლები, ჩვეულებრივი სტუმრები და აგენტები მთავარი სამიზნეები არ იყვნენ. მაგრამ აღნიშნა, რომ შეიძლებოდა მათი გავლით მიეღწია ტრამპის მთავრობის წარმომადგენლებამდე. ეს ნაწილი აჩვენებს მის სიცივეს. ის იქ იმ მხოლოდ არეულობის მოსაწყობად არ იქნებოდა. ეჭვია, რომ მას სურდა მიახლოებოდა იმ პოლიტიკურ ელიტას, რომელიც ვახშამზე იმყოფებოდა. ტრამპმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი იყო შეშლილი ადამიანი და თქვა, რომ მას ანტიქრისტიანული მანიფესტი ჰქონდა დაწერილი. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ოჯახის წევრებს უკვე გამოუთქვამთ შეშფოთება ალენის გამო. ტრამპის თქმით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს პოლიტიკური ძალადობის რისკს მის მიმართ და მისი გუნდის წევრების მიმართ. გამოძიება ასევე ცდილობს გაარკვიოს ალენის კავშირი, ჯგუფი სახელად Wide Awake-ი მოხსენიებულია როგორც ღია ქსელი, რომელიც მიმართულია შემოქმედებითი თანამშრომლობისა და მომავლის ხელახალი წარმოდგენისკენ. მაგრამ გამომძიებლებისთვის ნებისმიერი კავშირი ყურადღებით უნდა იქნას გაანალიზებული. ჯგუფში მონაწილეობა, პოლიტიკური განცხადებები, კონტაქტები, პუბლიკაციები, შეტყობინებები და შესაძლო გავლენები.
ამ ყველაფრიდან არც ერთი არ ამტკიცებს დამოუკიდებლად, რომ თავდასხმის უკან რაიმე ქსელი დგას. მაგრამ ყველაფერი განიხილება, როდესაც ეჭვმიტანილი ტოვებს მანიფესტს და მიდის ღონისძიებაზე, სადაც პრეზიდენტი იმყოფება. სახლი ტორანში ცენტრალურ წერტილად იქცა. FBI-ის აგენტები მისამართზე მივიდნენ. კარზე აკაკუნებდნენ, კამერების ჩანაწერებს ეძებდნენ და მეზობლებთან საუბრობდნენ. მეზობლებმა თქვეს, რომ შოკში ჩავარდნენ, როცა გაიგეს, რომ ეჭვმიტანილი იმ უბანში ცხოვრობდა. ასეთი რეაქცია ხშირად მაშინ ჩნდება, როცა საქმე ეხება ადამიანს, რომელიც უბანში დიდ ყურადღებას არ იპყრობდა, მაგრამ პოლიციის თქმით, მასში საშიში ცვლილებების ნიშნები იყო. ღონისძიების უსაფრთხოებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თავად მანიფესტმა, Fox News-ის კომენტატორების თქმით, გააკრიტიკა ან დასცინა იმ უსაფრთხოებას, რომელიც სასტუმროში იყო. ეს დეტალი სერიოზულია, რადგან მიუთითებს, რომ ალენი შესაძლოა აკვირდებოდა სისუსტეებს, ან სჯეროდა, რომ შეძლებდა დაცვის გარღვევას. ღონისძიებაზე, სადაც დონალდ ტრამპი, მთავრობის წევრები, მედია და კონფედერაციის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული, ნებისმიერი კონტროლის შეცდომა ეროვნული მნიშვნელობის პრობლემად იქცევა. ეჭვი, რომ ტრამპი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო, კიდევ უფრო აძლიერებს თავდასხმის პოლიტიკურ მნიშვნელობას. როიტერის ინფორმაციით, ხელისუფლება პრეზიდენტს სავარაუდო სამიზნედ მიიჩნევს. CBS News-მა განაცხადა, რომ მანიფესტში საუბარია ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების მიზანში ამოღებაზე იერარქიის მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის სახელი ყველა გამოქვეყნებულ ნაწილში არ არის ნახსენები. მისი ყოფნა ღონისძიებაზე და მანიფესტის შინაარსი ამ შემთხვევას მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ პოლიტიკურ ძალადობად აქცევს. და აქ ყველაზე არასასიამოვნო ნაწილი იწყება. ოჯახი ამ ისტორიიდან გამორიცხული არ არის. ძმამ როგორც ჩანს, მასალა მიიღო და პოლიციას შეატყობინა. დედამ და მამამ სავარაუდოდ ითანამშრომლეს, ხოლო დამადრე გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ მიაწოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა დამნაშავეა, მაგრამ ნიშნავს, რომ გამოძიება ახლა ოჯახში, საუბრებსა და ნიშნებში მიმდინარეობს. მიზანია გაიგონ, იყო თუ არა მანიფესტი მხოლოდ წინასწარი აღიარება, გამომშვიდობება, პროვოკაცია, თუ უფრო ფართო გეგმის ნაწილი. ხელისუფლება ასევე სწავლობს მობილურებს, კომპიუტერებს, სოციალურ ქსელებს და შესაძლო შეტყობინებებს. ისინი ცდილობენ გაარკვიონ, ვისთან საუბრობდა ელენი, რას მოიხმარდა, რომელი იდეები ჰქონდა გამეორებული. დააკვირდა თუ არა ადგილს, ადევნებდა თუ არა თვალს ტრამპის განრიგს და ჰქონდა თუ არა პირდაპირი ან არაპირდაპირი დახმარება. ჯერჯერობით საჯარო ვერსიით საუბარია შესაძლო მარტო მოქმედ თავდამსხმელზე, მაგრამ ასეთ შემთხვევაში სიტყვა მარტო მხოლოდ სრულყოფილი გამოძიების შემდეგ შეიძლება იქნას გამოყენებული. მანამდე ყველაფერი უნდა შემოწმდეს. ამერიკულმა მედიამ ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმა ხდება პოლიტიკური დაზაბულობის ზრდის ფონზე. ბოლო წლებში საჯარო პირები უფრო ხშირად აწყდებიან მუქარებს და რადიკალურ ჯგუფებს შორის, ატმოსფერო უფრო აგრესიული გახდა. ტრამპის მთავრობისთვის ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საჯარო ღონისძიებებზე დაცვის აუცილებლობას, პროტოკოლების გადახედვას და ოჯახური ნიშნების სერიოზულ გაფრთხილება და აღქმას. ჯერჯერობით უკვე ნათელია, რომ ეჭვმიტანილი ვაშინგტონის ჰილტონში უბრალოდ არ გამოჩენილა. მისი სახელი იდენტიფიცირებულია. მოგზაურობა თვალყურს ადევნებდნენ. მანიფესტი გაგზავნილი იყო, ძმას პოლიციისთვის ჰქონდა გაფრთხილება მიცემული, ხოლო დას შემაშფოთებელი გამონათქვამები ჰქონდა აღწერილი. და დონალდ ტრამპი ვახშმიდან სწრაფი ოპერაციის შედეგად გამოიყვანეს, რამაც უფრო დიდი კატასტროფა თავიდან აიცილა. საბოლოოდ ეს მანიფესტი საქმის გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან მან შეიძლება აჩვენოს არა მხოლოდ ის, რას აპირებდა ელენი, არამედ რატომ სჯეროდა, რომ ეს უნდა გაეკეთებინა. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალოეს ნიუსის საზოგადოებაში.